უკას გამოსახავს უნიკალური მცენარეების სპეციალურად იტალიიდან ჩამოიტანეს უკვე მუშაობს ულამაზესი სამგანზომილებიანი შადრევანი და ეს ყველაფერი დედაქალაქის ცენტრში. თეონაც ხომელიძე რიყის პარკის პრეზენტაციის შესახებ. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა რიყის პარკში პრეზიდენტისა და საკრებულოს უმრავლესობის წევრების შეხვედრა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ქალაქში უკვე განხორციელებულ მშენებლობებზე და დაგეგმილ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. დღეს ჩვენ ყავს რამდენჯერმე მეტი ავტობუსი, ვიდრე იყო კომუნისტების დროს. დღეს ჩვენ გიგის მეცადინეობით და ჩვენი უცხოელი მეგობრების დახმარებით ვაკეთებთ თანამედროვე ტრამვაის, როგორც არა აქვს არც ბუდაპეშტს, არც ძალიან ბევრ ქალაქს ევროპაში და კეთდება ეს თბილისში. ჩვენ შემოგვაქვს პირველად ეკოლოგიურად სუფთა სხვა ტრანსპორტი, მათ შორის არ არის სასაცილო ველოსიპედებიც. მართალია თბილისი მთიანი ქალაქია, მაგრამ ჯერ ერთი ესეც არ უშლის ხელს ბევრ ქვეყანაში მთიან ქალაქებში წარი და თბილისის ზღვის გარშემო კეთებული არის ბევრ სხვა ადგილზე, რათა კეთდებოდეს ველოსიპედები. ჩვენ შემოგვაქვს ახალი სპორტული ობიექტები, პირველად მთელი ქალაქის მასშტაბით. არა მხოლოდ თბილისის ცენტრში, არამედ თქვენ იცით, რომ გაიხსნა ორთაჭალაში ძალიან დიდი აუზი, ძალიან ბევრი სპორტული ობიექტი შენება გდანში, ვარკეთილში, ვაზისუბანში, დიღომში. ერთ სიტყვით, ყველგან სადაც ადრე უბრალოდ მიიჩნეოდა, რომ ეს იყო ესე ჩამორჩენილი და მიგდებული რაიონები, ვარკეთილში უბრალოდ ბოლოს მიწაზე დაასხეს გუდრონი და ჩასვეს შიგ 16 სართულიანები, რომელიც არის გადახრილი, იმიტომ რომ არავის აუზრუნია, რომ საფუძველი გააკეთებია. ზუსტად იგივე სიტუაცია ნუცბის პატოებზე. რას გიყვებით, მე თვითონ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი და აქ ხართ წევრები, დეპუტატები, რომელიც ყოველდღიურად ხვდებით თქვენ აღმოჩენებს და იცით რა პრობლემია ხალხს. თბილისში ხდება ის, რაც ძალიან დიდი ხანი არ მოხდარა. პრაქტიკულად კეთდება ახალი გეოგრაფია ქალაქის. იმიტომ რომ თბილისში აქამდე იყო ესე სანაპირო, რომელიც ააშენა ლავრენტი ბერიამ, ჩამოდიოდა მანამდე ვარანცოვმა ააშენა რუსთაველი და ეს ყველაფერი გააკეთა გოლოვინის პროსპექტი. უნდა ჩამოსულიყავი ცენტრში გარეუბნებიდან, გაგევლო და მე გასულიყავი ქალაქგარეთ. ახლა თქვენ იცით რომ თბილისში რკინიგზის გადანაცვლების ხარჯზე კეთდება პრაქტიკულად პარალელურად სანაპირო ახალი ავტობანი, რომელიც კახეთის ავტომატზე პირდაპირ დაჯდება, კახეთის ავტომანი მიუერთება თავის ხელს რუსთავის გზატკეცილს, შემდეგ მიუერთება მცხეთას და რეალურად აღარ არსებობს გეოგრაფიული ცენტრი ძველი გაგებით. არის ყველაფერი იტვირთება, არის გდანელი ესევე წავა ვაზისუბანში პირდაპირ, ვარკეთილელი წამოვა პირდაპირ მცხეთაში, მას არ მოუხდება აქ ჩამოსვლა, მას არ მოუხდება რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა. თქვენ იცით რომ პირველად განახდა მეტროების მშენებლობა მრავალი წლის განმავლობაში, არადა ჩვენ საუკეთესო ჩვენი მეტრო მშენები აშენებდა მეტროს ბოლო აწლეულებში მოსკოვში და ზოგიერთ სხვა ევროპულ დედაქალაქშიც კი. ესენი გრუბუნდებიან როგორც იქნება თბილისში, ერთ სიტყვით თბილისი ხდება ქალაქი, რომელიც იქნება უფრო კომფორტული ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ასევე ხდება ქალაქი, რომლითაც ვიამაყებთ ვიზუალურად და ესთეტიკურად. მე თვითონ დავიბადე პლეხანოვზე და მახსოვს, რომ ჩემი ბავშვობიდან ეს იყო ძალიან მძიმე შესახედი რაიონი. ჩაოხრებული, ჩამონგრეული, ჩახავსებული, დაშმორებული. მაგრამ ციტყვით არაფერი კარგი იქ არ იყო შესახედავად. ახლა მას შემდეგ რაც გიგიმ, დათონინიძემ, არქიტექტორთა თელმა ჯგუფმა ყველამ ერთად ვიმუშავეთ. პლეხანოვი, რაც იყო ძველი პლეხანოვი, ემსგავსება პრაქტიკულად პარიზს. და ეს არ არის არაფრის გაზვიადება. აღმოჩნდა რომ არსად მართლა პრაღისა ბუდაპეშტის აღმოსავლეთ და პეტერბურგის სამხრეთით ამ სილამაზის ურბანული ცენტრი ამ რეგიონში ნამდვილად ისპირება. რა თქმა უნდა არის ძალიან იდეოლოგიური, იმიტომ რომ ჩვენი არჩევანი არა, ჩვენ გვინდა მომავალი, მათ უნდა წარსული. ჩვენ ვერ შევთანხმდებით მომავალი და წარსული ვერ შეთანხმდება ერთმანეთს. ამიტომ არის რომ ჩვენ გამოგვიგზავნეს ბომბები ასაფეთქებლად, რომ იქნებ როგორმე შეგვარყიო. და მათი უმეტესობა იქნა ნეიტრალიზებული ჩვენი სამსახურის მიერ და მათ გაიჩალიჩეს საერთაშორისო სკანდალი, პირდაპირ ვთქვათ, პირდაპირ მარტივი ენით. იმიტომ რომ ახლა თელმა მსოფლიო მიცის დოკუმენტურად დადასტურებულია მათ შორის სერიოზული სპეცსამსახურების მიერ, რომ ეს ბუჩქებიდან ყურები რომ მოჩანს, ეს ყურები არის სამფერიანი. ჩვენთვის ნაცნობი ფერების სახელმწიფოს წარმომადგენლების ოფიციალური, რომელიც ამას აკეთებენ. აკეთებენ ამას. მიუხედავად ყველაფრისა, ვებძვით ჩვენი ხოც დაზვერვის სამსახურები, რომელშიც არ არის არც ერთი ძველი კგბ-შნიკი. ეს არის ახალგაზრდები, თავის სამშობლოს სიყვარულით შეპყრობილი, რომელსაც ყველა აგინებს და ლანძღავს უпроსტოდ რადიკალურ ფლანგიდან, ძალიან მაგრები არიან. და ყველაფერს აკეთებენ, რომ ის განაიარაღონ და მართლაც ეს ხალხი, რომელსაც დღე და ღამე არ ძინავს, იმსახურებს თითოეულ ჩვენგანის მადლობას და ტაშს მართლა.
მეორე, რა თქმა უნდა, მათი ისე რომ როგორმე მოხშალონ ნერვებიდან. აი ამ 3 თვის წინ ჯერ ხო განალაგეს ეს ბევრი რაკეტები ჩვენ ტერიტორიაზე. მე 3 თვის წინ თუ 3 იყო თუ 2 თვის წინ ერთ-ერთ უცხოეთ დელეგაციაში მივდიოდით ერთ-ერთ უცხოურ ვიზიტზე და აეროპორტს რო ვახლოდები გვირეკავენ რომ რაკეტები დამიზნებულია აფხაზეთიდან S-300 ჩვენ თვითმფრინავზე რადარზე ჩანს ჩვენი რადარები უყურებენ მათ ისინი უყურებენ ჩვენ რადარებს ეს ბუნებრივი მომენტია არაფერი საიდუმლო მათ არ არის და გვეუბნება რა ვქნათ აი ესე დამიზნებული აქვს პირველი ხარისხის განგაში აქვთ გამოცხადებული ეს ნიშნავს რომ წესით როგორც კი აფრინდნენ უნდა დააჭირონ ღილაკს და ჩამოგაგდო რა ვქნათ რა ვთქვა არაფერი არ უნდა ვქნათ ჩორლებოთ უნდა გავფრინდეთ ეხლა ჩამოგდება მათ თუ უნდა თვითმფრინავის ამისთვის ყავთ თვითმფრინავებიც ყავთ ვერი სხვა საშუალებები მაინდა-მაინც რაკეტის სროლა ამისთვის საჭირო არ არის მაგრამ გასაგებია რისთვის არის ეს რაკეტის სროლა რომ ნერვები მოგიშალო ხო რომ იქნებ თუ ბომბების მესიჯი ვერ გავიგეთ და ამან არ გადაგუყარა ჭკუიდან იქნებ ეხლა ეს გავიგოთ კარგად რასაც გვიმიზნებენ ამას წინათ ნუ არ შევიმჩნეთ რამდენიმე თუ არაფერს არ ვამბობთ ესეთი ყოველ ჯერზე გვიმიზნებენ ამ რაკეტებს ამას წინათ სესნათი პატარა პროპელერიანი თვითმფრინავით რომელიც მე თვითონ ვატარებ ავფრინდით და იქ უკვე წინასწარ გამოაცხადეს ყველა რუსულ საიტზე დამიზნებული გვაქვს რაკეტები ვიცით რომ მოფრინავს რომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ დან დავჩნდით და რადარები არ გვევარგა და ვერაფერს ვერ მივხვდით არ მე არ მითხრეს თვითონ შეგვატყობინეს რომ ნამდვილად დამიზნებული გვაქვს რაკეტები აი წაიკითხე ინტერნეტში შედი ყველგან წერია დასამტკიცებლად სურათებიც აჩვენეს ამის ჩვენმა პრესპიკერმა მე ვკითხა რა ვქნა უპასუხე ვიცით რომ დამიზნებული გვაქვს და ბოდიში და ფეხებზეც ვკიდია იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა არის არა თქვენ პროვოკაციებზე რეაგირება ჩვენი ამოცანა არის ჩვენი სახელმწიფოს შენებობა და ჩვენი გეგმების გავრცელება ეხლა ის რომ ქუჩაში ვიღაცები მასკარადებს გვიწყობენ ეს არაფერი გასაკვირია საქართველოს ისტორიას ეს არ უყვეს ისტორიულად უმცროსი უფლისწული რომელსაც უფროს შვილს ერგოს ახტი ან თავარი ვეზირი რომელიც მეფე არ წყალობდა ან რომელიღაც ხარის ფეოდალი რომელსაც თელი საქართველოს ჩაგდება უნდა და ხელში ყოველთვის გარბოდა ან სპარსეთში ან ურდოში ან პეტერბურგში ან სხვა ადგილებში ოსმალთა იმპერიაში და ყოველთვის ეუბნებოდა მე ვარ ყველაზე მთავარი ჩემთან დაიჭერეთ საქმე ჩაგაბარებთ საქართველოს გაკოჭოს ოღონდ რა თქმა უნდა ეხა მეფის თანამდებობა ან თავარი ვეზირის მაინც მე მეკუთვნეს ამაში გასაკვირი არაფერი არ არის ეს არის აბსოლუტური დეჟავუ ქართველებს ოღონდ განსხვავება ის არის რომ თუ მათ შეიძლება ეს გამოსვლოდათ იმიტომ რომ საქართველოს მართლაც იყო დაყოფილი ფეოდალურ სახანოებად საათაბაგოებად უბრალოდ ხარეებად გათიშული ცალკე სამეგრელო ცალკე იმერეთი ცალკე ქართკახეთი ცალკე ზოგჯერ თბილისი ცალკე აფხაზეთი ახლა ჩვენ გვაქვს ქართული სახელმწიფო ამიტომ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის ერთხელ დეჟავუ მაგრამ ეს არის ზუსტად ის რა მიზეზითაც საქართველოს ადრე ვერ აშენებდა ამ შენობებს ზუსტად ამ მიზეზითაც საქართველოს ეს ხალხი ვერაფერს ვერ უბრალოდ ამ მიზეზით რაც მიზეზით ვაშენებთ ახლა ამ შენობებს ზუსტად ამ მიზეზით ვერაფერს ვერ გვიზამს ყველა ეს ადამიანი მაგრამ მე თქვენ გეტყვით რისთვის ჭირდებათ მათ ეს მასკარადები ჭირდებათ იმისათვის რომ იქნებ ვიღაცა ტელევიზორში რო დაენახავს ამაში ფულს იხდიან გადადოს თავისი ვიზიტი ვიღაც ინვესტორმა რომელიღაც ესასტუმრო არ ააშენოს ანუ ვიღაც ტურისტია სავსე აკავრება ტურისტია ბოღმა აღჭებს ერთ კაცს რომ ამ ტურისტებს ხედავ იმიტომ რომ მათ მიაჩნია ეს თავისია რითომ რა ვისი უფლებით ჩამოდიან ესენი ყველანი და არ გადიან FSB-ს მესაზღვრეების კონტროლს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, აეროპორტებში. აქ ხო საბჭოთა მესაზღვრეები უნდა იდგნენ. რატო ჩამოდიან, რატო დადიან თავისუფლად და რატო მიაჩნიათ უცებ რომ საქართველოს არის თავისუფალი ქვეყანა. ესენი უნდა დადიოდნენ რუსეთის ერთ-ერთ პროვინციაში. ამიტომ იქნებ ვიღაცა ასეთმა ტურისტმა გადაიდო წელს გვეყოლებოდა 3 მილიონი ტურისტი. შაშანოური ყავდა, წელს 3 გვეყოლება და მომავალ წელს გვეყოლება 4. ამიტომ ეს მასკარადები შეიძლება ჩემთვის პირად სასაცილო იყოს, მაგრამ მათი გათვლა არის ძალიან ნათელი. მათი გათვლა არის ძალიან კონკრეტული. რომ იქნებ როგორმე გვიბწყინონ, იქ ბომბით, იქ ჩემ ნერვების მოშლით, იქ რაღაცის ვიღაც ჟურნალისტის მოსყიდვით და რამე ცუდი სტატიის გამოქვეყნებით, იქ ვიღაცის მასკარადების მოწყობით რომელიმე თბილისის ქუჩაზე რომ თავარია მოხდე ტელეობიექტივებში. იქ რაღაცა ქვისროლით. მაგრამ ერთი რაღაცა ოღონდ გამორჩათ. ჩვენ ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს,
ჩვენ ეს ყველაფერი შესწავლილი გვაქვს და ჩვენ ეს ყველაფერი ვერ შეგვაჩერებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს დიდი აღშენობა საქართველოში. ჩვენი თაობა შევა ისტორიაში როგორც დიდი აღმაშენებელი. არა ცალკე მიშა ან გიგი აღმაშენებელი ან ზალ აღშენების დამტკიცებელი ან დათონინიძე ყველაფერ ამის დამხატავი დათონინიძე უფრო შეიძლება შევიდეს თუ ხელს მოაჭრიან არა მე ეგეც მით უმეტ ფუიეშ მაქს რას ლაპარაკობ მაგრამ თელი თაობა რომელიც მონახა რესურსი ერთიანობის იმიტომ ჩვენ ხო როგორ ვიყავით აი ირანის კარზე ფრანგი ისტორიკოსები წერენ რომ ჩავედი და ისეთი ძლიერი ჯგუფიაო ეს სპარსეთის ხარზე ქართველებიო არმია მათ ხელში იყო ისპახანი მათ ააშენეს თელი ფინანსი მათ ხელში იყო შახი ნახევრად ქართველი იყო შახაბასი ოშე ბებია ყავდა ცოლები ქართველები ყავდა საღამოობით გუნდს უსმენდა ჩუმად ისპახანში მეთინომაკ სასახლეში მეოთხე მუსიკა აკრძალული ქონდა მაგრამ მეოთხე სართულზე იქ ქონდა ესეთი შიგნით პატარა ესეთი ოთახი და იქ ყავდა ქართველი მუსიკოსები ჩაყვანილი და იმათ უსმენდა ხოლმე და ტყობდა ყურს ყველაფერი ქართული იყო ალავერ დუნდილაძის ხიდი არის მართლა შედევრი ქართული არქიტექტურის რომელიც იქ ააშენეს ოღონდ სამწუხაროდ ისპახანში და არა საქართველოში ალავერ თხანის ხიდი და ეს ფრანგები წერენ რომ ქართველები არის ყველაზე ძლიერი ჯგუფი აქ ხოლმე ესე რომ გაერთიანდნენ რომ ირანი ეყოლებათ იმ წვაბისო ჯიბეშიო დააჩოქებენ რომ მათი იქნება ბოლომდე მაგრამ ეს ისეთი ხალხია და შახმა კარგად იცი ესენი ვერასოდეს ვერ გაერთიანდებიან მახსოვს მიყვებოდა საშა ბესტავაშვილი ჩვენი სათვისტომოს ერთ-ერთი თავმჯდომარე ლონდონში რომ იყო ემიგრანტების ერთ-ერთ შეკრებაზე უცხოეთში უკვე ბოლშევიზაციის შეკრებ და ეს ხალხი დღე-დაღამ ორჯერ შევესწარეთ ცემატყეპას სტომათა დარბაზში რაღაც იყო თან უკვე საქართველოს დაკარგული ქონდათ უკვე ბოლშევიკური ჯარი იყო უკვე ორჯონიკიძე და სტალინი მართავდნენ ყველაფერს იქ ხოცავდნენ ერთმანეთს ბოზაბოს ილია ჭავჭავაძეს მოკდა ქართველის ხელით ეს იყო ჩვენი ისტორია და უცებ ამათვის მოულოდნელად აი ყველა ამ ხალხისთვის მოულოდნელად საქართველოში გამოჩნდა თაობა საქართველოში გამოჩნდა ჯგუფი სხვადასხვა წარმომავლობის მათ შორის სხვადასხვა ასაკობრივი თაობის რომელსაც გადაწყვიტა რომ იყოს ერთიანი იყოს შეკრული გვერდზე გადოს ყველანაირი განსხვავებები თუ ასეთი განსხვავებები არსებობს და რა თქმა უნდა ყველა ადამიანს აქვს განსხვავებები ხავ სიტყვაზე ვანო მერაბიშვილი არის სოფელ უდიდან და არაფერი ცხოვრებაში არ ყოფილა რიქ ზურადეიშვილი არის სოფელ თისძირიდან ამასია ჩავიდნენ მისი სახსაძმენა და ვერ ეპოვეს იმიტომ რომ ყველაზე მდიდარ სახს ეძებდა და ყველაზე ღარიბულ ცხოვრობს ოღონდ ნუ მე და გიგის დაახლოებით ერთი წარმომავლობა გვაქვს სხვადასხვა ხალხი ვართ მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი ანთროპოლოგია სხვა გვაქვს მაგრამ ერთი სამშობლო ერთი მისწრაფება ჩვენ გვაქვს სხვადასხვა წარსული მაგრამ გვაქვს ერთი მომავალი ჩვენ გვაქვს ყველანი ვიქნებით ერთიანი სანამ საქართველოს არ გავიყვანთ სამშვიდობოზე ეს არის ჩვენი მთავარი რასაც ჩვენ აქ ვახცევთ ყველანი ერთად ამიტომ მე მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ იმიტომ რომ ეხზე არის რომ აი ყველაფერს თარიღებს უძღვნიან მართლაც 26 მაისს უძღვნით ამას 26 მაისს დავიწყეთ თბილისის სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კულტურის ცენტრის შენობობა დღეს ხსნით ძალიან ლამაზ პარკს რიყის პარკს იმ ადგილზე სადაც იყო სხვადასხვაების დუქნები და სხვა ჩვენს მარტო ეხა კი არ იყო თავრობის წევრების დუქნები მთელი ცხოვრება ესე იყო ყოველთვის იყო გაბნეული სხვადასხვა დუქნები წისქვილები და ყველაფერი სახელმწიფო როცა არ ქონდა ყველა იმას აშენებდა ვერც გაამტყუებ რის თავიც ქონდა ხო აი ეს რიყი არის ასევე სიმბოლო იმისა რომ ჩვენ გვაქვს სახელმწიფო განსხვავებით მე-16 საუკუნიდან მე-17-დან მე-19-დან და მე-20 საუკუნიდან ჩვენ გვაქვს სახელმწიფო ამიტომ ჩვენ დავგეგმოთ ჩავიფიქროთ ვიოცნებოთ მანამდე და შემდეგ ყველამ ერთად შევასხათ ჩვენ ოცნებებს ვთები იმიტომ რომ ოცნები დაწყებიდან და ფთის შესხმამდე არც ისე დიდი დროა ჩვენ ვართ ახალგაზრდები მაგრამ ჩვენ ვართ ასევე ძალიან მოუთმენელი უბრალოდ თქვენ ხართ ახალგაზრდები ჩვენ უკვე შეიძლება მე ხოში მაგრამ ვართ ზუსტად ისეთივე მოუთმენელი როგორც თითოეული თქვენგან აი ეს მინდა გითხრათ და ასევე მინდა გითხრათ რომ ხვალ ჩვენ ხსნით მუზეუმებს ხვალზე რამდენიმე დიდი მუზეუმი თბილისის ცენტრში საკაუნფენ დარბაზით ესეც მუზეუმი იქნება და ესეც უნიკალური ერი ვართ სადაც ამდენი რამეა გამოსაფენი და ამდენი 10 წლეული სპეციალურად არ იმის მიათედი მუზეუმები აგვიშენეს ვიდრე გვეკუთვნოდა იმიტომ რომ არ ენახა მსოფლიოს და ჩვენც არ გვენახა რამხელა საგანძურის და რამხელა ისტორიის ფლობელები ვართ ასევე შემდეგ დღეებში გვაქვს დიდი გახსნები იმერეთში აჭარაში ქართლში კახეთში და ყველანი ერთად მივალთ იქამდე როცა მოვა დრო როცა ყველაფერ ამას ასევე გავაგრძელებთ აფხაზეთში და საქართველოს სხვა ოკუპირებულ ადგილებში
გევადელი დღე მინდა მიულოცო ქალაქის მერს და თითოეულ თქვენგანს და რა თქმა უნდა საკუთარ თავს. ეხლა დავიკაპიცოთ ხელები და გავაგრძელოთ შენობა. მადლობთ. საქართველოს პრეზიდენტმა რიყის პარკის დათვალიერება ალუბრის აღმართიდან დაიწყო. პარკს საქართველოს რუქის ფორმა აქვს. თითოეული რეგიონი ერთმანეთს სიმბოლურად საფეხმავლო ბილიკით უკავშირდება. განაშენიანების კონცეფციაზე მუშაობა 2009 წელს დაიწყო. აქ რამდენიმე მასშტაბური პროექტია გაერთიანებული, იქნება რეკრეაციული ზონაც. კონცეფციის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს მშვიდობის ხიდით წარმოადგენს, რომელიც რიყის პარკს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან აკავშირებს. შენდება 320 ავტომობილზე გათვლილი სადგომი, რომლის მთავარი მიზანია განტვირთოს მოძრაობა და ქალაქის უძველეს უბანში მანქანის პარკირების პრობლემა მოაგვაროს. უკვე ზემოდან ხო არ გადახურვა? აბა რაღაც აბა ეს მიწის ქვეშ იქნება და მთლიანად წვანემოლი რა. უფრო ისეთი. ეს ქვედა სადგურია. ხო, მიწის ქვეშ. ზემოდან ედგება. ზევიდან ეს ამის დონეზე. საბაგირო ზემოდან ედგება, ხო? საბაგირო სადაც აი იქ დადგება და იქ სად იქნება ნარიყალაში? აი ნარიყალას აქეთკენ რა. კუთხეში? თვითონ აი ძეგლის ცოტა მარჯვნივ რა. ანუ რომ მიყვა ხალხის დედასთან. არა, ის ძალიან შორია, იქ უფრო ახლოს რა. შუაში ესე კი მუზეუმ შორის უბრალოდ აი იმ საერთოდ შენობა როა იმას და აი მაგას შორის ხო დაახლოებით მანდ იქნება. აქ ესე გადაეფარება და ზევიდან იქნება სულ მწვანე მოლი რა. მაგარია, ძალიან მაგარი სუპერკლასი ევროპული. ანუ იქით ეს თეატრი. მიხეილ სააკაშვილმა რიყის პარკში ახალი სამგანზომილებიანი შადრევანიც დაათვალიერა. მოძრავ შადრევანს, რომელიც მშვიდობის ხიდის პირდაპირ მდებარეობს, ადგილზე ერთ-ერთი მთავარი ადგილი. გამსროლი პაიკი ჯობია თუ ლაზიერი? ოფიცერი რომელი? აგერა. აი ეგრე. არა, ჯერ პაიკი. აჰა. მანდე და მატამდე ორი და ბიჭი. არა, ძალიან კაი რაღაცა. გადადის პოპულარიზაცია. მიხეილ სააკაშვილმა დედაქალაქის მერთან ერთად დღეს საფუძველი ჩაუყარა მუსიკისა და დრამის თეატრისა და საგამოფენო დარბაზის მშენებლობასაც. საძირკველში სპეციალური კაფსულა ჩაიდო. თეატრისა და საგამოფენო დარბაზის იდეა ეკუთვნის იტალიელ არქიტექტორს მასიმილიანო ფუქს, რომელიც რიყის ტერიტორიის შესასწავლად და დასათვალიერებლად თბილისში პირადად იმყოფებოდა. ემის სახურავი არა აქ? აგერ დაახურეთ. ამეწამე. ესე ბოლო რამდენიმე თვეა პირველად გამოჩნდა ეს პროექტი სადღაც და დანარჩენები პირველად გამოჩნდა ეს პროექტი სადღაც და იმდენი ლანდშაფტის კორიენტერი მოვისმინე ამის. ისე როგორც ამ ხიდის, რომელიც ხან რა უწოდეს, ხან რა. და ამდენი წელი, ამდენი აწეული არაფერი არ აშენებულა და არავის არ აწუხებდა და თუ აშენებდა აფუჭებდნენ, ნახეთ, რამდენი სიმახინჯე შენობა მიშენდა, მოშენდა, რაც აქ რიყეზე ჩვენ და გიგი მოვანგრიეთ სწორად სიმახინჯეები, ეყოფოდეთ რამდენიმე ეპოქას. და თავარია ის ხალხი ილანძღება ამ საგამოფენო დარბაზზე, რომელსაც ისეთ სიმახინჯეებია გაკეთებული. იმდენი ქტამი აქვს აღებული არასწორად გაცემულ ნებართვებში. ჩვენ ხომ აიცვისით, მე ხო კოსმოსთან რაც ჩამოვარდი ვარ, ქალაქში რა ღირდა პროექტის აღება, ვინ რამდენს აკეთებდა, ვინ რამდენს ტეხავდა, წილი ვისი რა იყო. და ეხა ამ ისე ლანძღავენ თავის ჭკუით ამ ხიდს. და მე გამოვიყვანე ხო უცხოელები რო ჩამოვთ, მომენა ესე თითითაც ჩვენ ხიდს დაანახე მოიყვანე, მე ესე ჩუმათა ჩვენ პრეზიდენტის სასახლისკენ, მაინც ამაყობენ გულში ის ხალხიც კი ვიცი ლანძღავენ. და რა თქმა უნდა თბილისელები და ქალაქელები და საქართველოს ამით ამაყობს და მე ფიქრობ რომ ამითი ყველაზე მეტად ვიამაყებთ ყველანი ჩვენ. იმიტომ რომ ეს მართლა ეპოქალური შენობა არის, რაც ახლა დღეს საფუძველი ეყება და რაც ძალიან ჩქარა აშენდება. არის მართლა აი 21 საუკუნის საუკეთესო არქიტექტურის ყველაზე ერთ-ერთი დიდი მიღწევა. და თბილისში მაინდა-მაინც.
ვინმე შეიძლება თქვას რამ დროს ეს არის ამდენ გაჭირებულია. რა თქმა უნდა არის, მაგრამ გაჭირებიდან ამოსვლის ყველაზე გზა ჩქარა მოძრაობა და ყველა საუკეთესო ყველაფერი. ჩვენ სანახევროდ და მეხუთე ხარისხოვან სხვადასხვა ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. იმიტომ რომ ეგრევე დავრჩებით ტალახში და ტალახშივე ვიქნებით და ვიგონგლავებთ. უნდა იყოს ყველაფერი ძალიან მაღალი ხარისხის. ყველაფერი რაც კეთდება, უნდა იყოს საშვილიშვილოდ, საშვილთაშვილოდ, ყველა საამაყოთ და პირველ რიგში ჩვენთვის უნდა